მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო გამომწერებო და გამოუმწერებო. გილოცავთ 27 თებერვალს, კონკრეტულად არ ვიცი რას გილოცავთ, მაგრამ თავარია რომ გილოცავთ, ხო და მოდით ვისაუბროთ რაზე. ყველაზე მთავარზე. რომელიც ნორმა გახდა. ყოველ შემთხვევაში ნორმად გვასაღებს რა, ხალხს რა. ეს სასტავი, ვინც გვასაღებს ხოლმე, ანუ მედიები. თურმე ადამიანების ამპუტირებულ ორგანოებს, აი ოპერაციას რო გაგიკეთებენ და რაღაცა სამოგაჭრიან, ეგ ხო სადღაც უნდა წაიღონ, ადეკვატურ ქვეყანაში და ადეკვატურ მდგომარეობაში ეგ ნადგურდება. მაგრამ საქართველოში რა ქნეს? გამოიცანით. რა ქნეს და უბრალოდ სადღაც დაყარეს. და ამას აპროტესტებს და ამას იგებს სოფელმა იცის, ანუ რა, ანუ თბილისში არ მოხდა. თბილისის გარეთ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თბილისშიც იქნება ესეთი ფაქტები. დარწმუნებული ვარ, თითქმის არა დარწმუნებული ვარ, რომ თბილისშიც იქნება ეგეთი ფაქტები. იმიტომ რომ აი კიდიათ, აი სრული გულგრილობაა ხვდებით, ანუ პოხუიზმი ხდება რეალურად დღეს ჩვენს ქვეყანაში. ხო და მოკლედ ხალხიო პროტესტებსო რომ რა არის ეს მოჭრილი ყლეყვერი და ეს ისინიო რა ქვიაო ხელები და ფეხები და კუჭი და ნაწლავი და სიმსივნეები აღარ გვინდაო მოაშორეთო ანტისანიტარიაო და აქ მერე რაღაც გაჩნდებაო რა ანუ აი ეს ჭირი-მირი რაღაცეები რა ანუ იმიტომ რომ ანტისანიტარია დროის ეგენიც არ მოიღებდნენ ხმას კაი ეხა ყრია რა ხა ვის არ დაუგდია ძის ადამიანის რაღაცა ორგანო რა პრობლემაა რო არ გაჩენილიყო ეს სევდა ადამიანებში. ხო და რა ხდება დო? ანუ გავიგეთ რომ რაღაცებზე თვალს ხუჭავთ, მაგრამ როდემდე აი სადამდე შეიძლება ადამიანის გამოთაყვანება რომ ხმა არ მოიღოს არაფერზე, ხო? სრული მარაზმი ხდება ჩვენ ქვეყანაში და რეალობა ის არის რომ ამის შეცვლის პერსპექტივაც კი არ არსებობს არანაირი ანუ აი რა პერსპექტივაზეა ზოგადად საუბარი როდესაც 2 თვით ადრე და 3 თვით ადრე გიცვლიან აბიტურიენტს გამოცდების თემებს სად ჩააბარო რო გადაწყვეტილი გაქვს ხო ეს ჯერ ძალიან რთულია თუ რამაი წლის ასაკში და 17 წლის ასაკში მიიღო ცხოვრებისეული გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული გქონდეს რომ აი ეს უნდა გამოვიდე პროფესიას გულისხმობ მაგრამ კარგი ვთქვათ მიიღე რაღაც გადაწყვეტილება გადაწყვეტილი გაქვს აგრეთვე რომელ უნივერსიტეტშიც ჩააბარო და რა ხდა 2 თვით 3 თვით ადრე გეუბნება შენი სახელმწიფო რომ უი აქ ვაუქმებ ამას ახლა არა, აქ ვეღარ ჩააბარებ. წადი შენ. წადი აქედან, გაიქეცი. ხო და მესმის რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება და კაცი უნდა იყოს და ქალი. ეგ მესმის, ანუ მაგაზე ორი აზრი არ არის. მოდი დამიდეკით ნალუბოი, ბაზარი არ არის, ანუ კი კაცი უნდა იყოს, ქალი, ბავშვი, ტრანსი და რა ვიცი კიდე, ყველა მოკლედ რა. ვისაც რა უნდა ის უნდა იყოს რა. და სანამ სხვის ჭუჭუების და ტრუსკების ჩახედვას არ გადაეჩვევით და რეალურ პრობლემებზე არ დაიწყებთ საუბარს და არა იმაზე რომ პირადობაში ეშმაკი ცხოვრობს. და მღვდლები, რომლებიც ერთობიან, პედოფილობენ ბიჭები რა პრობლემაა, ეხლა თავის ტიკაროსთან თუ ჭუჭუკელებში ხელებს უფათურებს, რა პრობლემაა. ანუ რა ხდება ხვდებით საერთოდ და ეს მოხდა ეს ფაქტი ერთხელ კი არა ბევრჯერ ეს ხელი დაუქნიეს მერე ვეღაცებმა და всё ჩაიფარცხება ეგ თემა და რავი 1 წლის მერე მაქსიმუმ ისე მღვდელი იქნება ისე წირვაზე დადგება და ისე დადგება და იქადაგებს ტიპი გაიგე რა არის პრობლემა და დამოძღვრავს ხალხს რომ თქვენ ეს არ გააკეთოთ თორე უტატატატატა ხვდები ანუ ბიჭო ოდნავ მაინც ხო აი ამ ხელაზე აი იოტის ოდენად მაინც ხო უნდა იყოს ჩემზე უკეთესი ქრისტიანი რომ მე რაღაც დამარიგო და რომ მე მივიღო შენგან ეს სიტყვა გულში ჩავიმარხო
და გავიაზრო, გავაანალიზო და შევცვალო ჩემი ცხოვრება. შენ ხო უნდა იყო ჩემი მაგალითი. და როდესაც შენ ხარ პედოფილი, ხარ გეიშა, მეფულე, 200 კილოგრამი, ფუფუნების მოყვარე, ყავს 80,000-იანი ჯიპი, გინდა 10,000-იანი იყოს, რატო უნდა ყავდეს 10,000-იანი მანქანა მოხდელს? რატო? 3,000-იანი მანქანი თუ ერევლის? რატო უნდა ყავდეს? აი ვინმე თუ ახსნის, აბა მამაოსაც ოჯახი ყავს და აბა იმანაც ხო უნდა შეინახოს. გადი ქუჩაში შენ, მღდელო, გადი გარეთ, რა ხდება ნახე. ჩაკეტილები რო ხართ თქვენი ვეაშენებულ ტაძრებში, იმიტომ რომ სხვა მღვდლები გეზიზღებათ და არც უშვებთ თქვენ ტაძარში სხვა მღვდელს, რომ ტაძრის გარეშე რომელიც არის და რომელსაც უნდა რომ რომელიღაცა ტაძარში დაფუძუნდეს, არ უშვებ, ჩემია, მე ავაშენე, ჩემი ტაძარი, შენი როგორ არის? ქრისტესია ყველა ეკლესია, შენი არ არის არაფერი. გაიგე, ავადმყოფო, შესულით ავადმყოფო. შენ მღვდელი არ ხარ, შენ ადამიანიც არ ხარ. როცა უფრო ჩემ, ანუ რა ქრისტიანობაზეა საუბარი, რა ამბიციებით დადიხართ ეს მღვდლებიტო? ჩემი ეკლესია, ეს ჩემი მრევლი, შენი მრევლი კი არ არის, ქრისტეს მრევლია. შენი არაფერი არ არის, არც ეგ კაბა არ არის და არც ეგ მადლი არ არის შენი. უფლისგან არის ყველაფერი მოცემული. მე მყავს, ბერები მყავს, რომლებიც ქადაგებენ ნანახი, ჩემი თვალით რომ ქადაგებდნენ, რომ მეორე 60-ში მოხვდებიო თქვენ, მოგიხსენებთო შვილო, მაგაზე არ ინერვიულ. ვინა ხარ, აპრიორი რატო ხარ დარწმუნებული იმაში, რომ ცხონდები და 60-ში მოხვდები და იმდენად წმინდანი იქნები, რომ აქეთ კიდე ჩვენთვის ილოცებ. ვინ ხარ? რა 8 წელში ხარ ეგეთში? პეტრე და პავლე მოციქულები არ ამბობდნენ, რომ 8 წელში ვართო და მაგრები ვართო და შენ რა გაგიკეთები ამ ცხოვრებაში ეგეთი? არ ვიცი, ანუ სად გადის ზღვარი ადამიანის ამ პარტავნებას, გამოთაყვანებასა და სიჩლუნგეში და ეგ კარგი, ეგ ხო არიან ეგეთები. თქვენ რა გჭირთ? აი, საერო პირებს ვეუბნები რა. ანუ თვალში გაყრიან ნაცარს, გაჩლუნგებენ, გათაყვანებენ. და შენ ამ დროს გახარ და ყველაფერი გჯერა ამ ადამიანის. იცი რის ბრალია ეგ? შენი გაუნათლებლობის და გონება ჩვილობის. შენი მისალოცობის ბრალია ეგ ყველაფერი. იცი რატო? იმიტომ რომ გეზარება ტვინის განძრევა, გეზარება ბიბლიის წაკითხვა, გეზარება სახარების წაკითხვა, გეზარება უბრალოდ განა, იმიტომ რომ ვერ გავიგებ და რაღაც არა. ადამიანს როცა მზაობა გაქვს რაღაცის მიმღებლობის, უფალი აუცილებლად დაგეხმარება იმაში, რომ გაიგო. მით უმეტეს მილიონი განმარტება არსებობს. დღეს მე რო სემინარიაში ვსწავლობდი, მაშინ იყო ერთი განმარტება მარტო ძველი აღთქმის მაგალითად, ლოპუხინის, რუსული, რომელიც თარგმანი იყო როგორი, იცი ამ ძველი აღთქმის? ზღაპარი რო წაიკითხო. ხო და დღესდღეობით მილიონნაირი გზით შეგიძლია სახარების განმარტება მოიპოვო. ChatGPT-ის კითხე, Gemini-ის კითხე, მილიონი საიტია ქართულიც უკვე, ორთოდოქსჯი, ჩარჩჯი, რავი, მილიონი საიტია. უბრალოდ მოინდომე მზაობა გამოხატე, რომ ქრისტიანობა შეიმეცნო, მართლმადიდებლობა გაიცნო. მაგრამ გეზარება, შენ გირჩევნე, რომ აიღო Facebook-ი, TikTok-ი და სკროლო და ვეღაც მამაოს ვიდეო რო შეხვდება 10 წამიანი, იმით შეიმეცნო ქრისტიანობა და ეგეთი მარტივი არ არის ქრისტიანობა, ძალიან რთულია. სიმბოლოებით არის გამოტენილი და გადატვირთული. მთელი სახარება და მთელი ძველი აღთქმა ხო საერთოდ შეუცნობელი და უღრმესია. ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არ არის ბავშვური თამაში. ეს არის გააზრებული არჩევანი. და შენ, ჩემო მეგობარო, თუ არ გინდა ქრისტიანობა და ფანატიზმი გინდა და ბრმად მეტყველება გინდა და ბრმად მორჩილება გინდა, მღვდლის, რომელიც თვითონ არაფერს არ აკეთებს ქრისტიანულს საერთოდ, მაშინ თქვი, რომ შენ ხარ მონასულით. მართლმადიდებელი არ ხარ. მარტო ჯვარი რო გიკეთია, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი ხარ და მართლმადიდებელი ხარ რა.
აგერ მუმიაროა ფილმი იქ რომ ბევრი რაღაცები უკეთია ტიპს მუსულმანურიც ქრისტიანულიც ხო ანუ და პაходუის ხალხი მაღიზიანებს კიდე რომლებიც მაღიზიანებს რა მეწოდებით ხალხო არ კი ანუ რეალურად ანუ მე არაფერი არ მეხება რა თქვენთან დაკავშირებით მაგრამ მეწოდები ანუ ბიჭო მაგიჟებს ის ფაქტი რომ ზრდასრული ადამიანები ხართ და თუნდაც აი ტაროსი როგორ უნდა დაიჯერო ტარო კარტია რაღაცა არასულიერია აგერ სულიერია მღვდელი რაღაცას გიქადაგებს და ისიც გაჩლუნგებს და უსულო როგორ დაგაჩლუნგებს საერთოდ გიფიქრია მაგრამ როგორ შეიძლება რომ რაღაცა კარტმა შენი ბედი და ცხოვრება გადაგიწყვიტოს ან გითხრას რომ აი რა გელოდება მომავალში აი ამაზე დიდი სისულელე რა შეიძლება იყოს არა რავი აი მაინტერესებს მაინც მკითხაობა და რა მკითხაობა გაინტერესებს შვილო გადი გარეთ ჰაერი ჩაისუნთქე ხო ხედავ იხჩობი უკვე და მე ეგეთ ადამიანებს რომ რაღაცა ისი არ ეწყობა ცხოვრებაში როგორც თვითონ დაგეგმეს თავის თავზე მინდობილებმა და რა ღმერთზე მინდობილებმა ჩემი ბედის ესე ისე ჩემი ცხოვრების ესე ისე ბიძინას ესე ისე მიშას ესე ისე ყველას და ყველაფერს აგინებს ცოლშვილს რავი ყველაფერს დედის ყველაფერს დააფარებს თავზე თავისი თავის გარდა თვითონ ყოველთვის მართალია თვითონ არ ცდება უბრალოდ შეუცდომელია არ ვიცი ის ვიცი რომ დღითი დღე დეგრადირებისკენ კიდევ და კიდევ მიიწევს ადამიანის აზროვნება ადამიანის გამოთაყვანება უკან მიდის ადამიანი ზოგადად და აი ფსკერი აი მგონია რომ აი ახლა დავეშვით უკვე ადამიანები ფსკერზე არა თურმე ფსკერი კიდევ წინ არის და კიდევ და ყოველდღიურად ისე დაჩქარდა მოვლენები ყოველ დღე ვიგებ აი არ გადის დღე რომ ყოველდღიურად რაღაც სიგიჟე არ გავიგო რა აი სრული სიგიჟეთან განა ისეთი რომ აი რავი ეხა მანქანა დაეჯახა მეორე მანქანას რაღაცა არა მამამ ეს შვილი გააუპატიურა იმან ეს მოკლა ამას გაუყარა იმის გამო რომ არ მოეწონა იმის გამოხედვა და ანუ ესეთი რაღაცები თქვენ თუ ნორმალურად მიგაჩნიათ გიჟები ხართ დასაწვენები ხართ რა არაადეკვატური ავადმყოფები ხართ ეხლა აქ ვიღაც გამო ადამიანს ეს საყურეები რა პონჩი გიკეთია ძმა შენ ვის რას ასწავლი რავი ძმა თუ გაგისწორდება მოვიხსნი ამ საყურეებს და უფრო ქართველი გავხდები? არა, ის ქართველი ვარ, რაც ვარ და ის ადამიანი ვარ, რაც ვარ და ის იდენტობა ვარ, რაც ვარ. მართალმადიდებელი ქრისტიანი ვარ, კი, წამს ქრისტე. ოღონდ ის ქრისტე არ მწამს. დღეს რო ქადაგებენ მამა გელა და მამა ზურა, პედოფილები და ქათმები. არა, პეტრე და პავლე მოციქული რომელ ქრისტესაც ქადაგებდნენ, ის ქრისტე მწამს მე. დიდი წმინდა მამები რაც ქადაგებდნენ, იმ ქრისტეს იმწამს მე. ამათი არა. ხო და მიხედეთ რა თქვენ თავებს, მე ჩემ თავს მივხედავ. უბრალოდ მე ჩემს გულის ტკივილს გადმოვცემ აი ამ ვიდეოში და იქნებ ერთმა ადამიანმა მაინც მიიტანოს გულთან ახლოს და ოდნავ მაინც დაფიქდეს სანამ ვეღაც გამოთაყვანებულ 200 კილოგრამიან კონში ჩაკერულ პედოფილს არ დაუჯეროს. და ოდნავ ტვინი გაანძრიოს და სახარება თვითონ წაიკითხოს, თვითონ გაეცნოს და ნახოს თუნდაც ის, რომ ღმერთი დამსჯელი კი არ არის, ღმერთი სიყვარულია, ღმერთი მიტევებაა. გუშინ მიგდებს ერთი მესტვირიშვილია ვეღაც მღვდელი და ღმერთი შენ როცა არ დასჭი ადამიანს, ანუ რაღაცას რო გაგიკეთებსო, ცუცო ადამიანიო, შენ თუ არ დასჭიო, არ უნდა დასაჯოო შენ. ღმერთი დასჭისო იმასო. ანუ ამ გამოთაყვანებულს გონია, რომ ღმერთი ვინმე სჯის. ანუ ღმერთმა რო დაგვსაჯოს, იცით რა მოგვივა? ანუ სიკვდილს ვინ ატარებთ? სიკვდილს ვინ ატარებს? სიკვდილი არაფერი არ არის ღმერთთან შედარებით. ანუ ზოგადად აუწონელია ღმერთის ძალა, ხვდებით? უბრალოდ ვერ ეტევა ამ პატარა ტვინში და თავში ვერ ეტევა. რა არის ღმერთი? ვერ დაეთ შეუძლებელია რომ ჩაიტიო ადამიანმა ეს ყველაფერი და დაიტიო. ერთადერთი ღვთისმშობელი მარიამი იყო, რომელმაც დაიტია უფალი.
ერთადერთი ადამიანი ეგ იყო. სო, მორჩა. მეტი ვეღარ დაიტევს, ვეღარ ასუდეს. ამიტომ გთხოვთ, მეგობრებო. პირველ რიგში სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნეთ და რაც თავარია, იკითხეთ, სახარება იკითხეთ. ძველი აღთქმად წაიკითხეთ, აუცილებელია. ახალ აღთქმას ვერც საერთოდ ვერ გაიგებ, თუ ძველი აღთქმა არ გაქვს წაკითხული. ვიციო, მარტივია? არა, რთულია. მარტივი არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში, თუ გინდა რომ რამე შედეგი დადო. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გადაშალეთ ბიბლია, დღეში 2-3 თავი წაიკითხეთ. არ არის მეტი. უბრალოდ რუტინად გაიხადეთ ყოველდღიურად, უბრალოდ იკითხოთ. ყოველ დღე. 2 საათნახევარი ხო სკროლავ. ეგ ყველაზე ცოტა. დიდი ალბათობით 4-5 საათით სკროლავ. მოაკელი 20 წუთი მაქვს სკროლვას და 20 წუთი დაჯექი და წაიკითხე რა. რაღაცებს შენ თვითონ აღმოაჩენ. შეეშვი ამ გიჟებს. არ შეიძლება უბრალოდ რიტუალების დონემდე მხოლოდ არ უნდა დავიყვანოთ ქრისტიანობა რა. ქრისტიანობა ბევრად უფრო ღრმა და ბევრად უფრო დიდებული რამ არის, ვიდრე მხოლოდ რიტუალები. და დადგები იქ და ნაკურთხი წყალი დავლიე, სიტკბოება დავლიე, ეს ქენი, ის ზეთი ვიცხე. კი, ზეთს რა თქმა უნდა, მაკურნებელი ძალა აქვს. წმინდა ზეთს, წმინდა წყალს. განუკურნავს კიდეც ხალხი. მაგრამ მარტო ეგ არ არის მარტო ქრისტიანობა. ქრისტიანობა სიყვარულია. ქრისტიანობა არის სიახლოვე. ქრისტიანობა არის უანგარო სიკეთე. რო აკეთო. და გამორჩენის მიზნით რო არ იყო. ეხლა მე ეს თუ რაღაცას ეს მე მომავალში რაღაცას გამიკეთებს, მოდი ეხლა მე ამას დავეხმარები ამის გამო. რომ მე იმან მე რაღაც იმიტომ რომ ეს ეხლა ისე მოხოდილია და ეს რაღაც ბევრს მიაღწევს და მოდი ეხლა მე ამას პატივებს ვცემ, რომ მე საერთოდ არაფერში არ წერია. ქრისტიანობასთან საერთოდ არ ძოვს ეგ ყველაფერი. არა. ამიტომ ჯერ კარგად გაიაზრეთ საერთოდ რა არის ქრისტიანობა, ვინ არის ქრისტე, გაიცანით. როგორ შეიძლება რაღაც ხილზე თქვა რომ არ მიყვარსო, ან მიყვარსო, რომელიც არ დაგიგემოვნებია და ხილზე კი არ არის აქ საუბარი, ღმერთზე, ამ ყველაფრის შემოქმედზე, საერთოდ ყველაფრის. 0, 0 ვიყავით, არ ვარსებობდით არავინ, არაფერი, არც პლანეტები, საერთოდ არაფერი და ეს ყველაფერი შექმნა ღმერთმა და შენ არ გაინტერესებს მისი გაცნობა. მესმის რომ ბოლომდე ვერ შეიცვალ, ბოლომდე კი არა, ნახევრამდეც ვერ გაიცვალ, მაგრამ რაღაცა ხო უნდა იცოდე მასზე. მარტო ის ხო არ არის რომ ესე ადგე და ჯვარი მიკეთია, მე ქრისტიანი ვარ ეხა, ნახე, ჯვარი კანონიკურია, მე ვეღაცა კითხავს. კი, ძმა, ყველაფერი დაცულია, იკონოგრაფიული. არ არის ეგრე რა. წაიკითხეთ. ნუ გეზარება. წაიკითხე და წაიკითხე. ნუ გადადებ. მერე დაბერდები იტყვი თვალს დამაკლდა. მე მაგის ნერვი არა მაქვს. ეხლა არ ცალია დავიღალე. ეხლა აქ მივდივარ, ეხლა იქ მივდივარ, ეხლა ბავშვებთან უნდა ვიყო. გეხვეწები რა. სკროლისთვის ხო გცალია ყოველთვის. ჭორაობისთვის ხო გცალია ყოველთვის. ვეღაცას რო აგინო და აფურთხო და გადაუაროსეთ ხო გცალია მაგისთვის ყოველთვის. ადექი. შენ თავს უთხარ რომ ხო მაგარი ზარმაცი ვარ. მაგრამ მოდი ვაჯობებ ცოტა ხნით ჩემ თავს. 20 წუთით ვაჯობებ და მე ისევ ისეთ ზარმაცი გავხდე. მოიხოდე, ნუ გეშინია, შეცდომებსაც დაუშვებ, ადამიანი ხარ. მეც ადამიანი ვარ, მეც მეშლება მილიარდი რაღაც. ისი იმედი მაქვს, ერთადერთი რაღაც იმედი მაქვს. მაგის იმედი რო არ მქონდეს, ჩემს სიცოცხლეს აზრი არ იქნებოდა. არანაირ ჭრილში. უფლის გულმოწყალების იმედი მაქვს, სხვა არაფრის და არავის დედამიწის ზურგზე. არც ნათესავის, არც ოჯახის არავის იმედია, ქრისტეს იმედი მაქვს მარტო. რომ შემიწყალებს, მაპატიებს. დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი.
ძალიან გთხოვთ. მეც არაფერს არ გთხოვთ. წაიკითხეთ ბიბლია, გული ჩადეთ და ისე წაიკითხეთ, ზერელეთ არა. შეიგრძენით ყველა სიტყვა, გაისიგრძეგანეთ და ნახავთ, რომ თქვენი გული ნელ-ნელა გათბება და რაც უფრო მეტ შეიმეცნებთ, მიხვდებით, რომ მით უფრო ძალიან ცოტა იცით და კიდევ მოგინდებათ, რომ უფრო მეტი გაიგოთ ქრისტეს შესახებ. მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სული წმინდის შესახებ. გაიგეთ? მიყვარხართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგრად წვიმს და არც ეს საამაყო ამინდია, ყველას გისურვებთ დადებითი ემოციებით დატვირთულ დღეს და ერთმანეთის სიძულვილის გარეშე ცხოვრებას. მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ ერთმანეთი და გვიყვარდეს ისეთები, როგორებიც ვართ. უბრალოდ ჩავიკირებით ერთ ნაგავში და ბრმად დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან და გადავიჩեղებით იმათთან ერთად უბსკულში. მე არ მეზიზღება ნამდვილად არც ერთი მღვდელი. აი ეს პედოფილი მღვდლებიც კი არ მეზიზღებიან. უბრალოდ მეცოდებით. იცი რატომ მეცოდებით? აი ამდენზე მაინც რო გწამდეთ ქრისტე, მაგას ვერ იზავდით რა. ვერ იზავდით მაგას უბრალოდ. როცა ამას აკეთებთ, ღმერთმა გიშველოთ უბრალოდ მაგას გეტყვით. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე არავინ არ ვარ. ისეთი რომ მე რაღაცა ვიქადაგო რა. მაგიტომაც არ გავხდი მღვდელი. ვიცი რომ არ მაქვს ამის ძალა. თუ უფლის სურვილი და ნება იქნება კიდე, ეგეც გავხდები, არ არის პრობლემა. ოღონდ საყურებს მოვიხსნი რომ არ ჩამქოლონ. ხო. აბა თქვენით ჩემო პატარებო, უფალი გფარავდეთ, მიყვარხართ, მიხარიხართ და გვიანი არასდროს არ არის. ამიტომაც ბოლომდე წიგს ჩავაწერთ, თუნდაც იმ გარყვნილ და არასწორი ცხოვრებით მაცხოვრებელ საზოგადოებას თუ სასულიერო პირებს. მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, უბრალოდ თუ მე არ მინდა რომ ამ სასულიერო პირს აღსარება ჩავაბარო, არავინ მაძალებს და იარაღს არავინ მაჭერს საფეთქელზე, რომ გინდა თუ არა მაგასთან იარეო და რა ვიცი. იმედი მაქვს უფლის რომ და წყალობის რომ ყველა სასულიერო პირი ეგეთი არ არის. უმეტესობა არის. პედოფილზე არ ვამბობ. ანუ მღვდელი მარტო ის არ არის რა, ვისაც კაბა აცვია და ანაფორა. ანაფორი ჯერტი აღარ ამინ დადის ისე რომ გადახვევა რომ გავაკეთოთ ლირიული, მაგრამ ზოგადად მღვდლობა არის სულიერი მდგომარეობა და არა ჩაცმულობა მარტო. ასე რომ გისურვებთ სულიერ გონებრივ აზროვნებით განათლებას და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შემეცნებას. აბა მიყვარხართ და ბედნიერად. კარგ დღეს გისურვებთ. წაიკითხეთ სახარება. ძალიან გთხოვთ. წაიკითხეთ. დამიჯერეთ.